2012 წლიდან გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო და წელს საქართველოს სხვადასხვა ზამთრის კურორტებს ზემოაჭარად შეემატა. გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ის თავისი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგას. წელს ამ ადგილას მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2 საბაგირო დაამონტაჟა და რეგიონში ყველაზე გრძელი 8 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა გააკეთა. ეს აჭარის მოსახლეობისთვის შესანიშნავი საჩუქარია. ინფრასტრუქტურა ბოლომდე განვითარებული არ არის. კურორტზე მხოლოდ 35 ადგილიანი სასტუმრო და 70 ადამიანზე გათვლილი რამდენიმე კოტეჯი ფუნქციონირებს. თუმცა გოდერძის მთავარი ხიბლი არც კომფორტი და არც სათხილამურო ტრასის ხარისხია. მთავარი სწორედ ის გრძნობაა, რაც ადამიანს საოცარი პეიზაჟების ნახვის შემდეგ ჭერვა. ალპური ზონისა და მარადმწვანე ტყეების ერთიანობა უცნაურ, ეგზოტიკურ მუხტს ატარებს. ჰემინგუეის ნოველების, ალიასკის შტატის პეიზაჟების, ინიარიტუს რევენანტის და თომას მანის ჯადოსნური მთის ერთგვარი ნაზავი სასიამოვნო მისტიურ ეფექტს ქმნის. აშკარად იგრძნობა, რომ ადგილი სუფთა და ხელშეუხებელია, კომერციას ჯერ ვერ შეუღწევია და ბიზნეს ინტერესებსაც ღრმად ფესვები ვერ გაუგნობს. ადგილობრივი მოსახლეობაც ისეთივე გულწრფელი და ალალია, როგორც ზემო აჭარის ღონიერი მთები. წელს გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტმა სლალომსა და გიგანტში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ წინა ეტაპებთან შედარებით ტრასების სირთულის კოეფიციენტმა აშკარად იმატა. გამოჩნდა, რომ რამდენიმე ძალიან ნიჭიერი მოთხილამურე გვყავს, რომლებიც თავიანთ ასაკში საკმაოდ მაღალ დონეზე არიან და მშვენიერ შედეგებსაც აჩვენებენ. თუმცა ცუდია, რომ ეს სპორტსმენები კონკურენციის ნაკლებობას განიცდიან. შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენების რაოდენობა და მათი საშუალო დონე საკმაოდ დაბალია. ეს კი თავის მხრივ სპორტსკოლების ნაკლებობას და მაღალი დონის მწვრთნელების სიმცირეს უნდა დავაბრალოთ. საბოლოოდ სლალომშიც და გიგანტშიც ერთი და იგივე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ბიჭებში საუკეთესო ლაშა კურტანიძე იყო. მან სრიალის ძალიან მაღალი დონე აჩვენა და შესანიშნავი შედეგიც დადო. გოგონებში კი ყოველს 15 წლის კატო გოცირიძე მაჯობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენია. მე ვარ 15 წლის და მე-10 კლასში ვარ, ვსწავლობ ქართულ სასწავლებელში. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სადღაც ჩავაბარო და მე როგორც მინდა, არ ვიცი ზუსტად სპორტს არ ვიცი სადამ უნდა გავყვები, ჯერჯერობით მივყვები და მე ალბათ უცხოეთში წავალ. ესე მინდა რომ იყოს და ამდენად გამოვა არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა სპორტსკოლამ ბავშვები ტრასაში ასრიალოს, რადგან მომავალში დადგნენ სპორტსმენები, კაი სპორტსმენები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პატარაობიდან უნდა წამოვიდეს. იტალიაში საბავშვო ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ავიღე 31 ადგილი და თურქეთში პირველი ადგილი ავიღე სლალომში, მეორე ადგილი გიგანტში. გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტის მთავარი პრობლემა მასთან მიმავალი ნორმალური გზის არარსებობაა. ახალციხიდან უღელტეხილზე გამავალი გზა ჩაკეტილია და ჩვენს გადამღებ ჯგუფს თბილისიდან ბათუმის გავლით ადგილზე ჩასასვლელად დაახლოებით 12 საათი დასჭირდა. თუ სახელმწიფოს კურორტის განვითარებას სურს, უპირველესი პრიორიტეტი ნორმალური გზის გაკეთება უნდა იყოს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატივა. ახალციხიდან 15 წუთის სავალზე ქირავდება კეისბორერი, რომელსაც ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილზე 15 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ეხლა ჩვენ მივდივართ სამანქანე გზაზე, რომელიც თბილისს უკავშირდება. აი გაკეთებას რო აპირებენ ტრასის. გზიდან ვართ 4 მეტრას სიმაღლეზე, თოვლით. ეს არის გოდერძის უღელტეხილი. 7 მეტრას სიმაღლის თოვლი არის. კეისბორერის მთავარი ფუნქცია თოვლის დატკეპნა და სათხილამურო ტრასის ფორმაში მოყვანაა. გოდერძის კურორტზე 2 ეკიპაჟი ფუნქციონირებს და ისინი თავიანთ საქმეს ძალიან გულმოდგინედ ასრულებენ. ყოველდღე თითქმის ტრასას რო ვაკეთებთ, ახალი რაღაცების, ახალისო რაღაცებსაც ვამატებთ ხოლმე. მოსაბეზრებელი ჯერჯერობით არ არის და რავი, მომავალ წლებში როგორ იქნება ნახო. მასიურად წელს უფრო მუშაობ. ძნელი არ არის არაფერი. როგორცაც მიუდგები საქმე, ისე წაგივა საქმე შენც. გარდა დატკეპნილი მონაკვეთებისა, გოდერძის უღელტეხილზე ძალიან საინტერესო გაუყალავი ტრასებია, რაც კურორტს განსაკუთრებით მიმზიდველს ფრირაიდის მოყვარული ადამიანებისთვის ხდის.
სწორედ ასეთი სპორტსმენია 17 წლის ავსტრიელი ფაბიან ლენჩი. Red Bullis ატლეტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფრირაიდერად ითვლება და ის მარტში აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის მწვერვალების დაპყრობას გეგმავს. I travel because of skiing, but it's more. მე რა თქმა უნდა ძირითადად სათხილამუროდ მოგზაურობ, მაგრამ ახალი ადამიანებისა და კულტურების გაცნობა ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ევროპასთან შედარებით აქ უფრო ველური, ხელშეუხებელი ბუნებაა. გარემო ნაკლებად თანამედროვეა და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც ბევრად შიშველი და მარტივია. ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი საქმისადმი ვნება და მონდომებაა. შემდეგი ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდება. მახსოვს, როდესაც 12 წლის ვიყავი, ერთი მაღალი კლდიდან გადმოხტომის მეშინოდა. რამდენიმე კვირა ვერ გადმოხტი, მაგრამ საბოლოოდ გავბედე და შიშის ბარიერი გადავლახე. რომ არა ეს შინაგანი მიზიდულობა, ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი. რა თქმა უნდა, გარემოს და პირობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ინსბრუკში, სადაც მე გავიზარდე, პრაქტიკულად ყველანაირი შესაძლებლობა მქონდა. ნებისმიერ დროს შემეძლო სათხილამურო წასვლა და ჩემი მონაცემების განვითარება. თუ უმაღლეს დონეზე გინდა ახვიდე, ამის შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ ყოველ დღე ივარჯიშო და თავი დახვეწო. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ უიკენდებზე სრიალს დასჯერდები, სერიოზულ ბიზნესს ვერ მიაღწევ. შეიძლება საუკეთესო ადგილას არ ცხოვრობდე, მაგრამ აუცილებელია მთებთან ახლოს იყო. ჩემი ოცნება და მიზანი საინტერესო ადამიანების გაცნობა და სათხილამუროდ ახალი ადგილების აღმოჩენაა. რაღაც მომენტში ცხოვრების ასეთმა სტილმა ძალიან გამიტაცა და დღესაც თავგადასავლების ძიებაში ვარ. ფაბიანი თავისი მოგზაურობის გადაღებას და ფილმის გაკეთებას აპირებს. სასიამოვნოა, რომ ამ ფილმში გოდერძის კურორტიც მოხვდება, რადგან მარტში Red Bullis ატლეტი საქართველოსაც ეწვევა. სანამ ფაბიანი თავისი ბორბლებიანი სახლით იმოგზაურებს და დაშვების მარშრუტებს შეარჩევს, მანამდე 12 და 13 მარტს საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ მეოთხე ეტაპს სვანეთი უმასპინძლებს. გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტი კი პროფესიონალური სპორტიდან 1 წლიან პაუზას აიღებს.